გამარჯობა ჩემო პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ახალი წელი, გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო და იმედი მაქვს, რომ 2026 წელი თქვენთვის იქნება წარმატებული და აღმასვლებით სავსე. მე ვარ ხათუნა, ციფრული ფსიქოლოგი და ნუმეროლოგი და გაგიკეთეთ პატარა ნუმეროლოგიური პროგნოზი 2026 წლისთვის. 2025 წელი ეს იყო შემაჯამებელი, დამაგვირგვინებელი წელი, ხოლო 2026 წელი ეს არის ახალი 9 წლიანი ციკლის დასაწყისი. 2025 წელი ჩვენგან ითხოვდა აბსოლუტურ შენელებას, საკუთარ თავში ჩაღრმავებას, სულიერ განვითარებას, ხოლო 2026 წელი ჩვენგან ითხოვს აბსოლუტურ აჩქარებას და რაღაცა ახალის დასაწყისს. ეს ენერგიები უკვე იგრძნობა. ალბათ უკვე შეხვდებოდით ადამიანებს, ვინებიც ამბობენ, რომ დაიღალნენ იმით, რაც აქვთ, უნდათ რაღაც ახალი, უნდათ სიახლე და ეს თქვენზეც ავტომატურად გადმოდის და თქვენც გინდებათ რაღაცა ახალის დაწყება. ეს შეიძლება ზოგიერთის შემთხვევაში ეხებოდეს პირად ცხოვრებას, ეს შეიძლება ზოგიერთის შემთხვევაში ეხებოდეს ახალ სამსახურს, ეს შეიძლება ვიღაცის შემთხვევაში ეხებოდეს ახალ ქვეყანაში გადასვლას, მოგზაურობას და ასე შემდეგ. მაგრამ რაღაცა ახალი თითოეულის შემთხვევაში ამ წელს აუცილებლად იქნება და იმისათვის რომ გავიგოთ თუ რა ვითარებაში განვითარდება ეს თითოეული თქვენთაგანი შემთხვევაში პერსონალურად, ამისთვის საჭიროა რომ თქვენს დაბადების თვეს დაუმატოთ დაბადების დღე და დაუმატოთ რიცხვი 1 და დავიყვანოთ ერთნიშნა რიცხვამდე. ჩემ შემთხვევაში ეს არის 20 მარტი და მაშასადამე 20 ვუმატებთ 3-ს, ვუმატებთ რიცხვს 1-ს და დაგვყავს ერთნიშნა რიცხვამდე და ეს საბოლოო ჯამში ეკრანზეც გამოჩნდება. ჩემ შემთხვევაში ეს იქნება 6-იანი ენერგია. ეხლა დავიწყებთ ენერგიების განხილვას 9-იანიდან, თუ მიიღებთ 9-იანს. ეს იქნება დაგვირგვინების წელი. იმისათვის, რისთვისაც იბრძოდით ბოლო 9 წლის განმავლობაში, ამისათვის მიიღებთ ჯილდოს. ეს შეიძლება იყოს კარიერული ზრდა, ეს შეიძლება იყოს რაღაცა სწავლის დასასრული, ეს შეიძლება იყოს ახალი ქალაქი, ახალი ქვეყანა, ახალი საცხოვრებელი, ეს შეიძლება იყოს ქორწინება, ბავშვი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს შეიძლება ახალდეს პატარა-პატარა მინუსებიც და ამაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ რასაც 2026 წელს თქვენგან 9-იანი მოითხოვს. არავითარ შემთხვევაში არ შეაკავოთ ადამიანები, ვინებიც თქვენი ცხოვრებიდან მიდიან. და სიტუაციები, ნუ ეცდებით, რომ დინების საწინააღმდეგოდ იცუროთ, ეცადეთ, რომ მიიღოთ ყველაფერი, რასაც სამყარო გაძლევთ და ნუ შეეწინააღმდეგებით. შეიძლება ეს იყოს კონფლიქტები ადამიანების მხრიდან, ვისგანაც თქვენ ამას საერთოდ არ ელოდებოდით, მაგრამ ეცადეთ, რომ სიტუაცია ეკოლოგიურად მოაგვაროთ და არავითარ შემთხვევაში აგრესიით და ჩხუბით ეს თქვენზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. ამ წელს მოსალოდნელია რომ დაგაკისრონ არასასურველი დავალებების შესრულება, რომელიც თქვენ საერთოდ არ გეხებათ და იმისათვის რომ 9-იანი მაშველი ენერგიაა და ეს თქვენში ძალიან გამძაფრდება, ეცადეთ მაქსიმალურად რომ ყველაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ნუ აიღებთ და ნუ ეცდებით რომ ყველას პრობლემები თქვენ მოაგვაროთ. თუ დახმარება შეგიძლიათ რომ დიდი სიამოვნებით დაეხმაროთ, მაგრამ თქვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეთ ვითარების მსხვერპლი. თქვენ ეხმარებით ადამიანებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ თვითონ გრძნობთ თავს კარგად და როდესაც თქვენ შეგიძლიათ ადამიანების დახმარება თქვენი თავის დაზარალების გარეშე. 2026 წელს მოსალოდნელია თქვენთვის ასევე ახლობლების ავადობა, მაგრამ მე გირჩევდით, რომ ავადმყოფებთან ძალიან დიდ დროს ნუ გაატარებთ, დაეხმარეთ მათ, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ და ეცადეთ, რომ ავადმყოფებისგან ცოტა თავი შორს დაიკავოთ. ეს თქვენზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. ძალიან მნიშვნელოვანია შინაგანი ზრდა, შინაგანი სულიერი განვითარება. მოგინდებათ ამ პერიოდში მარტო ყოფნა, მაგრამ ეცადეთ, რომ მარტოობა სიმარტოვეში არ გადაგეზარდოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქაოსი იქნება თქვენ ცხოვრებაში და მარტო ყოფნა ენერგიით აგავსებთ, ოღონდ როგორც გითხარით, ძალიან დიდი ხანი, ნუ დარჩებით მარტო და მარტოობაში ნუ გადაზრდით. კიდევ რა შემიძლია რომ გითხრათ,
ცხრიანი ყოველთვის ნიშნავს რაღაცის დასასრულს და რაღაცა ახალის დასაწყისს და იმედი მაქვს, რომ თუ რამე უსიამოვნო იყო თქვენს ცხოვრებაში, ეს აბსოლუტურად ჩაივლის და დასრულდება და ახალ ციკლში შეხვალთ ენერგიით სავსე, მიიღებთ იმას, რისთვისაც ბოლო 9 წლის მანძილზე იბრძოდით და ეს მართლა ვიმედოვნებ, რომ იქნება რაღაც ძალიან სასიამოვნო და ლამაზი. გისურვებთ წარმატებას, ულევს სიხარულს, ბედნიერებას და მინდა რომ თითოეული ცხრიანებო, მინდა რომ თითოეული თქვენთაგანი გაბრწყინებული თვალებით დადიოდეს 2026 წელს. წარმატებებს გისურვებთ.